დღევანდელი აქცია არის შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. დღეს ქუთაისელები შევიკრიბეთ იმისათვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ დაქირავებულ მუშებს, დაქირავებულ ადამიანებს. რაც შეეხება დღევანდელი აქციის ფორმას, ჩემი აზრით დღევანდელი აქცია არის ერთგვარი მუსიკალური აქცია და არის ბლუზი, როდესაც ჩვენ ხიარულად ვტირით ჩვენს პრობლემებს. მე როგორც მოქალაქე გოგიძულაია, მხარი დაუჭირე ამ აქციას და ვთვლი რომ და ნამდვილად ასეა, ბიბლიაში არის ცნობილი, უფალმა ადამს უთხრა შრომით შენი შრომითო შენით მოიპოვე საჩო და საპატებელი შენი და პური შენი. და ვთვლი რომ უფლიდანაა ეს უფლება მონიჭებული ყველა ადამიანს, რომ მან თავის შრომით ღირსეულად იცხოვროს და არც ერთ კანონმდებლს, არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს იმის უფლება წეროს რაღაც სისუნელე კანონები, სადაც ეს შრომა არ იქნება დაცული და სადაც ადამიანს რეალიზების საშუალება არ იქნება შრომით. ამიტომ და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ამ აქციას. დღეს მოვედი 1 მაისის აქციაზე, რათა ყველა დასაქმებულს ვითხრა, რომ თუ თქვენს უფლებებს არ ღვევენ, არ გაჩუმდეთ, აუცილებლად თქვით ამის შესახებ და ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ამაზე მოახდენთ აუცილებლად რეაგირებას და შევეცდებით დავიცვათ თქვენი შრომითი უფლებები. ასევე ძალიან ვთხოვ პროფკავშირებს, რომ აკეთონ თავიანთი საქმე, გააქტიურდნენ და დაიცვან შრომითი უფლებები. და დასაქმებულ ადამიანებს ვთხოვ, რომ სანამ პროფკავშირები გააქტიურდებიან, მანამდე სახალხო დამცველს მაინც მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, ირღვევა თუ არა მათი უფლებები და ასევე მიუმართავ ყველა დამსაქმებელს, კერძო სექტორი იქნება ეს თუ საჯარო სექტორი. პატივი ეცით თქვენს თანამშრომლებს.